თქვენი დანგრეულია ეს ქვეყანა. ბაბუების თაობა მომი მოიგო და იდეა ფიქსად გაიხადა, რაც ჩვენ გაჭირვება ვნახეთ, შვილებს არ ვანახოთო. და რა? ქონდა თუ არ ქონდა ნიჭი, სულ წიხლებით შეტენეს ჩვენი მამების თაობა უმაღლეს სასწავლებლებში. არა და? ზოგს ზეინკლობა უნდოდა, ზოგს ვენახის მოვლა, ნიჩაბზე მუშაობა, მაგრამ არა. ყველა დიპლომიანი გამოვიდა და თან გაუჩნდა ამბიცია, რომ მაგათ თუ დაამთავროს უმაღლესი, მათმა შვილებმაც აუცილებლად უნდა დაამთავრონ. აქ იმისთვის კი არ მოვედი, რომ ლიცენზია მივიღო და მამაჩემი ვიტყვერი გამოვიდე. არც ერთს არ გვინდა, რომ მთელი ცხოვრება ისერზე ვეჯდეთ ქვეყანას და სიბერეში შვილებს დავებოღმოთ პატარა პენსიას, რატო გვაძლევთქო? არავის არ ჭირდება თქვენი უმაღლესი. ის საგიჟეთიც ამათ გაატანეთ. ჩვენ წავალთ და სხვა ადგილს მოვძებნით და გვინდა ტაქსისტები გამოვალთ და რაც გვინდა ის გამოვალთ. სადაც დავიმსახურებთ, იქ ვიმუშავებ და არავის დავებოღმებით, ორი უმაღლესი მაგ დამთავრებული და ტაქსზე რატომ უნდა ვმუშაობდეო? ჩვენ ვიცით რაც გვინდა და გავაკეთებთ იმას რაც გვინდა თქვენთან ერთად ან თქვენს გარეშე. უბრალოდ ამის სურვილი უნდა გქონდეს და ჩვენთან კვერნაძეში ასეთი ადამიანები უამრავია. თქვენ შეგიძლიათ სახში გაგვიშვათ და გვაიძულოთ, რომ სხვა უმაღლესში ჩავაბაროთ. მაგრამ ჩვენს იდეებს, იმას რისიც გვჯერა, ვერც ერთი სასწავლებელი და ვერც ერთი პედაგოგი ვერ გვასწავლის. იმიტომ რომ ეს იდეები ჩვენთან დაიბადა, კვერნაძეში დაიბადა. ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ და ჩვენს თავისუფლებას ვერც ერთი უნივერსიტეტი და ვერც ერთი სასამართლო ვერ წაგვართ.